დღეს ვაკეთებთ უშაქრო დესერტს. ხილს გამოვიყენებ ბანანს და მარწუს. კაი კრემიანი ნამცხრები. ლამაზი ყელსაბამი მაქვს. მე ხომ თვითონაც ლამაზი ვარ ყელსაბამიც. ქარის ჩემი აუდიტორი. მოგესალმებით მეგობრებო. რას ვამბობ ხოლმე? სანამ დამავიწყდება, უნდა გითხრათ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. რათა უფრო მეტი საინტერესო რეცეპტი შემოგთავაზოთ და უფრო მეტი და დღეს ჩემთან სტუმრად არის ჭურჭყელა. ჩემი მეგობარი კი ამასერად უყურებს, მაგრამ სანამ ეპიზოდი არ დასრულდება, მას ვერ გასინჯობს. დღეს ვაკეთებთ უშაქრო დესერტს. დღეს გავაკეთებთ მოკლედ ჟელატინს. მე მგონი ბლომანჟე ქვია. ბლომანჟე ქვია, ხო? კაი, ჟელატინი, უბრალოდ ჟელატინი ხილისგან და გზადაგზა ინგრედიენტებსაც მოგახსენებთ, რა თქმა უნდა. ხილს გამოვიყენებ ბანანს და მარწუს. როცა სწორკორბაზე ვიყავი ხოლმე, ვჭამდი ესეთ დესერტს რა. ვიყიდდი ხაჭოს ბანანს აურევდი და კიდე რას უშვებოდი. იოგურტსაც უშვებოდი, მე მგონი უშაქროს, მაგრამ ცარიელი ხაჭო და ბანანიც ჩემთვის ძალიან კარგი იყო რა. რასაც ვაკეთებ ხოლმე, მოკლედ ყველაფერს გაგიზიარებთ გზადაგზა. არ მქონია ურთიერთობა ჟელატინთან, ამიტომ ეხლა უნდა თან მოვიძიო ინფორმაცია და თან ისე გავაკეთო და ჟელატინს გავხსნი წყალში. მე მგონი მე პირდაპირ უნდა დავასხა. რთული ყოფილა რა მინდოდა. ეს რამდენად ლამაზია, მინდა რომ დავაფიქსირო. მე მარწყვი უნდა დავჭყლიტო. მარწყვს იმიტომ ვჭყლეთ, რომ უფრო მეტად გაუშვას გემოით. ხილს აურევ მაწონს ხაჭოს და უზავ კიდე ვანილს. You can ask me flower. არ ვიცი როგორ უნდა YouTube-ისთვის დადება ამ სიმღერების, ანუ მე მგონი რაღაცა ეს არის ლიცენზიის კი არა და რას ეძახიან. რაღაცა ეგეთი ამბო. ხო, არ ვიცი. როგორ დავადო ცნობილი სიმღერები YouTube-ის ვიდეოებს. კი დავსერჩავ, მაგრამ მაინც თქვენ თუ გამცემთ პასუხს. ეხლა დავჭყლიტოთ ბანანი. იგივე ჩანგლით. საჭმლის ვიდეოებს რო ნახულობ ხოლმე. ჩანგლით რო ჭყლეტენ რაღაცებს, გიშდები მაგაზე და მერე ერთად რო ურევენ. ძალიან მიყვარს მსგავსი კონტენტი. ეხლა ხაჭოს მაწონს და ხილს ერთად აურევ, მერე ვანილს დავამატებ და მერე უკვე ჟელატინი მოვამზადოთ ერთად. მეგობრებო, მოკლედ მოვიძიე ინფორმაცია ჟელატინთან დაკავშირებით და არც ისე მარტივი ყოფილა ეს ყოველივე და მოდი დავიწყოთ დაყენება ჟელატინის. უკანა წერია ყველაფერი დოზები. 10 გრამ ჟელატინს უნდა დაახლოებით და ეს არის 1 სუფრის კოვზი. დაახლოებით უნდა 1 ან 1.5 ჭიქა. წყალი, ცხელი. მოურიოთ ჟელატინს და ცოტა ხანი შევაგრილოთ, ცოტა შესქელდება. მერე ისე უნდა დავდგათ გაზზე. ერთი წამოვადუხოთ და მერე კიდე უნდა შევაგრილოთ და მანამდე სანამ ამ პროცედურას გავაკეთებთ, ვთქვით მაწონი, ხაჭო და ვანილი ერთად. 5 წუთიანი და 15 წუთიანი ძებნის შემდეგ ვიპოვე ჩემი ბლენდერის თავი. მეგობრებო, რამის კონტენტი ჩავარდა. ძალიან ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა. აი უკვე აღარ შემიძლია წნევა გამიზომე, გეხვეწები, მოდი პულსი გამიზომე რა. მინდა რომ თქვენი გაშლილი მქონდეს, მაგრამ ცოტათი. მინდა ვისაუბრო ზოგადად დესერტებზე. იმიტომ რომ რადგან დღეს თემა დესერტი გვაქვს, რელევანტური თემა არის და მე პირადად სიმართლე რო გითხრათ, დესერტებზე ესე დიდად დამოკიდებული არ ვარ, მაგრამ ну რა თქმა უნდა, გარშემო ბევრი ადამიანი ყავს ისეთი, ვისაც ტკბილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მე აგერ უკვე რამდენიმე თვეა ვცხოვრობ ტკბილის გარეშე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტკბილ რაღაცებს არ ვიღებ. მაქვს აკრძალული თეთრი შაქარი და ისეთი პროდუქტი, რასაც თეთრ შაქარს უშვებიან. და თავისი ტკბილი, ბუნებრივად ტკბილ რაღაცებს ვიღებ, რა თქმა უნდა, იმასაც ასე ვთქვათ, რაღაცა ზომის ფარგლებში. და ამიტომ მიწევს ხოლმე ესეთი დესერტების გაკეთებაც, რომ ტკბილი ჩავანაცვლო და თლად, ასე ვთქვათ, უტკბილოდ არ ვიყო. ხო, ამიტომ ცოტას უზავ მაწონს, რადგან ჩემმა ექსპერტმა მეგობარმა თქვა, რომ გამითხელებს. გამითხელებს რა მოსწელობა. ხო. ზოგადად ტკბილს რაც შეეხება,
შოკოლადისტი არ ვარ. მე უფრო მიყვარს კაი კრემიანი ნამცხრები. ტორტებიც არა. თუ აი მაგალითად 1000-ში ერთხელ მომინდება ხოლმე აი ტკბილი. ნუ 1000-ში ერთხელ არა, გულისხმობ რაღაცა ისეც რა, რასაც არ მეჭმევა და რაც ძალიან შაქრიანია. ის თუ მომინდა, აი მომინდება ხოლმე, იცი რა, კაკუ, ის რო არის, ლუმიერსის ის რო არის. დარიჩინის რა სიძახია? დენუნიკი თუ რაღაცა. ვერ ვამბობ მაგ სიტუას და არ ვიცი შეიძლება არასწორად ვამბობ. აი ეგ მიყვარს ძალიან. ეს დარიჩინი ადრე არ მიყვარდა და ეხლა ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა და მაგას ეგ ძალიან მიყვარს მოკლედ და კიდე მიყვარს ფენოვანი რაღაცეები და ასევე თუ ოდესმე დავარგო ალბათ კარგად დავარგო. და კრუასანი მიყვარს. კრუასანიც ისე არ ვარ რომ რაღაცა ის მიყვარს აი იმენა შოკოლადიანი და რაღაცა. აი თვითონ ცომი ისე მიყვარს რომ აი რაც ამბობ იმ კრუასანში ყველაფერი შეჭა. ახლა რა თქმა უნდა კარგი რამის. ვთქვით, მაწონი, ცოტა მაწონი და ბევრი ხაჭო. და ეხლა დავამატოთ ხილი, რა სიტყვი? მაწვი. ახლა ბანანი. აუ რა კაი სუნია მარწვის ტორტის. მოდი ვთქვათ, რომ ვაკეთებ ტორტს. ეს არის ტორტი ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ნუ ჟელატინი ალბათ უფრო მეტად ქიმიური წარმონაქმნია, მაგრამ ბათულებისთვის ხო კაია. აი მე მარწვის ტორტია ჩვეულებრივი. მე მგონი აღარ უნდა ჟელატინი, შემიძლია პირდაპირ ჭამა, როგორც იოგურტი. დავჭი გაგიმებული მითხრას ახლა. მე კაია სიმჟავე. მართლა ესე შევჭამდი. შაქრის აკრძალვაო, კარგიაო ორგანიზმისთვისო, ეგ ვიცით ალბათ და ასევე რაღაც ვიდეოები ვნახე, არ ვიცი რამდენად მეცნიერული დასკვნებია, მაგრამ კარგი ყოფილა ენერგიის მომატებისთვის, ანუ შაქარს რო აკრძალა, უფრო მეტი ენერგია გემატება და ასევე კანძეც მოქმედებს თურმე და ძალიან კარგი რამე ყოფილა მოკლედ. მე დამემართა ესეთი რაღაცა, ჩემს ისტორიას მოგიყვებით. სამგზავროდ როცა წავედით, მაშინ უნდა დამერღვია და მეჭამა ტკბილი რაღაც. ნუ რომში ნაყინის გარეშე ისე ვერ ჩამოხვიდოდი, რო არ გეჭამ. და მაგრამ პირველი ჩემი დარღვევა იყო ტირამისუთი. რა თქვა რომ ის ტირამის რაღაცა ძალიან განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, არა, მაგრამ ნუ ტკბილი იყო და რო ვჭამე ტკბილი, ანუ ჩემმა ორგანიზმმა თითქოს ვერ მიიღო, აი იმდენად ტკბილი იყო ჩემთვის, რადგან ამდენი ხანი შაქარი არ მქონდა ნაჭამი, რომ აი რაღაცა ძალიან დისკომფორტი ვიგრძენი ორგანიზმში და ალბათ ეგ არის, რომ აი დიდი ხანი რო აღარ შეჭამ, მე თვითონ ორგანიზმიც ვეღარ იღებს ამდენ შაქარს, უცებ ესე რაღაცა იმასავით არის, რაღაც სტრესივით არის ორგანიზმისთვის და დარტყმასავით და მაშინ მივხვდი, რომ დიდად არ მიჭირს, რომ შაქარი არ მივიღო და დიდხანს რო ეჩვევი და დიდხანს რო გამომუშავებული გაქვს ეგ, რომ შაქარი არ უნდა მიიღო და აკრძალო, აი მაშინ უკვე ისე ხარ შეჩვეული ხარ და თითქოს ორგანიზმიც აღარ მიყავ რაღაცა თვალიც აღარ გაგირბის ტკბილებისკენ და მაგრამ რა თქმა უნდა, რაც მთავარია, ეგ უნდა ვიცოდეთ სწორად როგორ ჩავანაცვლოთ ეს შაქარი, მავნებელი შაქარი და ჯანსაღი სახით მივიღოთ და ხილიდან და ასე შემდეგ. პირველად ვაკეთებ როგორც გითხარით და იმედია კარგი გამომივა, თორემ რა უნდა ვქნათ? ამ ვიდეოს უკვე დაგემოვნებას გადავიღებთ ცოტა გვიან, რადგან დრო ჭირდება მაცივარშენო შევდოთ, რომ შესქელდეს და გახდეს ჟირლისავით მასა. ეს არის ბაზა. შეგრილდა ჟელატინი და ამ მასაში გადავიტანოთ ახლა. გადავიტანოთ ეს მასა ჩვენს ფორმაში. ნელა ჩავასხავ ახლა. ჯერ არის ესე თხელი მასა. ეხლა ამას შევდგავ მაცივარში და სავარაუდოდ რამდენიმე საათში უკვე საღამოსთვის ცოტა გვიან მზად იქნება და როგორც გითხარით, პირველად ვაკეთებ, იმედია გააკეთდება ზუსტად ისეთი როგორც უნდა გამოვიდეს. თუ არ გააკეთდება, არ ვიცი, ეს იქნება ჩვენი კრახი. ჩემი პირადი და მე თქვენიც, რადგან, ნუ რა ვიცი, მეგობრებო, გავიდა რამდენიმე საათი და გამოვიღე ჟელატინი. ესეთ თანცალო მდგომარეობაშია. უნდა გადმოვაბრუნო და გამოვაცხოთ პასკა. კაი, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის, მოკლედ ჩვენი მზადების.
მეშინია. პასკა გამოწვი, თუ არ გამოწვეები. რა საყვარელია. ნახე რა ლამაზია. ისეთი თანთალა გამოვიდა. ჩანს? კაია. ისეთი კარგია, რომ აი აუცილებლად უნდა მოიწონოთ ეს ვიდეო და გამომიწეროთ. სასწაულია მართლა ოღონდ. ბანანი ატკბობს. მარწყვი ცოტა ამჟავებს და ის ხაჭოს ციგრძნობა, აი რაღაცა საოცარი და ცივი და ზაფხულისთვის მით უმეტეს უკარგესი რეცეპტია და სწორი კვების დროს ხო საერთოდ და საერთოდ 0 შაქრით. აი იდეალური. ყველაფერს ერთად მოვაქცე. ფიქრობდი რომ ნიკოზი მექნა, მაგრამ მეთქი მოდი ჯერ თხილის იყოს თქო და რამე მე რო ვწდი. მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ასევე თუ მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ და მადლობა მოკლედ რომ მიყურებთ. კოცნით ყველას.